1999 წელს ინდოეთში 500-ზე მეტი ადამიანი მუცლის ტიპით დაავადდა. ავადმყოფობის გამოწვევი ბაქტერიამ მკურნალობისას 100-დან 83 შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატის მიმართ მდგრადი აღმოჩნდა. მაშინ 12 ადამიანი გარდაიცვალა. 1990 წელს ინდოელ პედიატრთა ნაციონალურ კონფერენციაზე მსგავსი შემთხვევები განიხილეს და დაასკვნეს, რომ ანტიბიოტიკს, რომელიც აფთიაქში თავისუფლად ყიდებოდა და ნებისმიერი დაავადების დროს გამოიყენებოდა, ორგანიზმი მიეჩვია და ამიტომაც მუცლის ტიპთან ბრძოლის ძირითადი საშუალება ამ წამალს შეჩეულ ორგანიზმში უძლური აღმოჩნდა. ბავშვების სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს გახდა. მხოლოდ ამ შემთხვევის შემდეგ ანტიბიოტიკის მკაცრად დოზირება და თითქმის ყველა ქვეყანაში რეცეპტით გაყიდვა დაიწყო. არ არსებობს ნივთიერება, რომელიც შხამი არ არის, მხოლოდ დოზა აქცევს მას წამლად. ეს სიტყვები პარაცელს ეკუთვნის. თუ დოზას არ დაიცავ, ანტიბიოტიკი შხამად იქცევა, ხოლო არაერთი პრეპარატი შემადგენლობის გამო თავიდანვე შხამია. 1921 წელს ფარმაცევტებმა ანალგინის ფორმულა შექმნეს. მსოფლიოში მას სხვადასხვა სახელით იცნობენ, თუმცა გამაყუჩებელი შემადგენლობა ერთი და იგივეა. 70-იანი წლების დასაწყისში ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ პრეპარატი სისხლში თეთრი უჯრედების ნაკლებობას იწვევდა. წამალი მაშინვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა. დამატებითი გამოკვლევების შედეგად კი ანალგინს უკვე 40-მდე ქვეყანა არ ყიდის, მათ შორის ზიმბაბვეც. მკურნალობის გვერდით ეფექტს ჩვენს ქვეყანაში სოსო ბარნაბიშვილი იკვლევდა. სიტყვების გამოთქმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. პირველი ბგერა 6 წლის თიკომ აპარატის დახმარებით გაიგონა. დაბადებიდან 2 დღეში ავად გახდა და ექიმებმა გენტამიცინი გაუკეთეს. მანან ნაზარიძე შვილის დაყრუებას ამ ძლიერ ანტიბიოტიკს უკავშირებს. დავიგე რომ კეთდებოდა გენტამიცინი. უშუალოდ მითხეს რომ გენტამიცინს უკეთებდნენ ჩემთან. თითების ენის შესწავლა ბერს სწორედ ამ ანტიბიოტიკის გამოუხდება. ადრეულ ასაკში მათაც გენტამიცინით უმკურნალეს. წამლის გვერდითი ეფექტის შედეგი შვედმა სპეციალისტებმა სპეციალური კვლევის შემდეგ აუდიოგრამაზე მიუთითეს. აქ არის მინიშნებული, რომ ეს არის გენტამიცინით გამოწვეული სპროე, 2 კვირის განმავლობაში იმუშავეს და ისინი პირად საუბრებშიც აღნიშნავდნენ, რომ შესამჩნევად ბევრია გენტამიცინით, ანუ ანტიბიოტიკებით სმენა დაკარგული. ანტიბიოტიკებით მკურნალობის გვერდით გართულებებს არასამთავრობო ორგანიზაცია არავნოს ხელმძღვანელიც იკვლევს. რამდენიმე წელია რუსუდან ჯაში კლინიკურ ფარმაკოლოგიაში არსებულ პრობლემებს აწყდება. თუმცა გენტამიცინის ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს. თუ ამ ანტიბიოტიკის დანიშვნამდე იმას გაითვალისწინებენ, რა მედიკამენტს იღებდა დედამშობიარობამდე. ანამნეზი თუ არ გავითვალისწინე, ანუ დედის მედიკამენტური ანალიზი, მე პრაქტიკულად ვეღარ ვაზროვნებ სწორად ბავშვთან მიმართებაში. ანუ ცალკე არ არის დედა და ახალშობილი. გენტამიცინის გარდა მრავალი ანტიბიოტიკია, რომელიც სერიოზულ გართულებებს იწვევს. 10 თვის ანის სამკურნალოდ 5-მდე ანტიბიოტიკი მოკლევადაში გამოუწერეს. პატარა ორგანიზმში რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულმა მოქმედებამ წამლის გვერდითი ეფექტი უფრო გააძლიერა. ჯერ დაეწყო ტანზე და მერე მთელ სხეულზე და განსაკუთრებულად შეშუპებული იყო სახეზე. ექიმის მიერ არასწორად შერეული მედიკამენტების გარდა წამლის გვერდითი ეფექტი შესაძლოა თვითმკურნალობამაც გააძლიეროს. ექიმის დანიშნულების გარეშე აბების ყლაპვა ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და ამას მსოფლიო რეცეპტებით ებრძვის. ალექსანდრე ნანუაშვილი ანალოგიური წესის ჩვენთან დამკვიდრების მომხრეა. ანტიბიოტიკების მოხმარებაზე კონტროლი პირველ რიგში ითვალისწინებს იმას, რომ ანტიბიოტიკი გაიცეს მხოლოდ საჭიროების დროს. ანუ მისი ურეცეპტოდ გაცემა კატეგორიულად არ უნდა იქნას დაშვებული, რადგან თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით ყველა შემთხვევაში მხოლოდ ზიანის მომტანია. ზიანს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი წამლის სააგენტოც აკონტროლებს. ამ უწყების ფარმაკოლოგიური სამმართველოს უფროსისგან შევიტყვეთ, რომ ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. ანტიბიოტიკები მთელ მსოფლიოში გამოიწერებიან რეცეპტის მეშვეობით და ბუნებრივია, რომ აღნიშნული მიმართულება ვრცელდება საქართველოშია. საქართველოშიც ყველა რეგისტრირებული ანტიბიოტიკი გაიცემა რეცეპტის მეშვეობით. შეგიძლიათ რომ მირჩიოთ ეს? ხო, და ამას ის ხო არ უნდა რამე გამოწერა, რაღაცა რეცეპტი ან რაღაცა. ფარულად რამდენიმე აფთიაქს ვეწვიეთ. 6 წლის ბავშვისთვის ანტიბიოტიკებს უპრობლემოდ ვყიდულობდით. ნებისმიერი ანტიბიოტიკი მოგვეცეთ, მაშინ რომელიც კარგი იქნება. ეს რა ღირს? ტაბლეტინის ძიებია. ტაბლეტი ჯობია? რამდენი? 13 და 50.
წამლის სააგენტოს უფროსიც ეთანხმება აზრს, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკის გამოყენება ჯანმრთელობას ვნებს. თუმცა თინა ტურძილაძე რეცეპტით მის გაცემაზე კონტროლის გამკაცრებას ნაადრევად მიიჩნევს. თუ ამ ადმინისტრებას დავიწყებ ჩვენ აფთიაქში მარტო, ეს არ არის რთული. ეს არის ბოლო ეტაპი, მაგრამ ეს არის რაღაც საბჭოთა შექმნის მოდელი, როდესაც ყოველთვის მხოლოდ ადმინისტრებით ვერ მიაღწევენ შედეგს, რაც გინდა. პრაქტიკულად არ შეიძლება, რომ წამალი არ იყოს ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომი წამლის გარდა შეიძლება ექიმთან ვიზიტიც იყოს. პოლიკლინიკიდან აფთიაქამდე მანძილი დღეს მინიმუმამდეა დაყვანილი. ჰიპოკრატეს ფიცის სერდგული პაციენტის შემოწმების გარეშე ნიშნავს თავისი დახლიდან ანტიბიოტიკს. ანუ დაამინე. ანტიბიოტიკი დამომიღეს. მაშინ რა ხო. ანტიბიოტიკების ხანგრძლივი უკონტროლო და დანიშნულების გარეშე გამოყენება კიდევ ერთ პრობლემას ქმნის. მიკრობი, რომელზეც წამალმა უნდა იმოქმედოს, ერთგვარ იმუნიტეტს იძენს და მედიკამენტი ვეღარ ერევა. თავდაცვა გამომუშავებული აი ამ მიკრობებს მის მიმართ და თუ ის დამძიმდა ის ავადმყოფი უკვე ჰოსპიტალში როდესაც გადაიყვანა ამ პაციენტს თქვენ ვერაფრით ვეღარ უმკურნამებთ იმიტომ რომ ხელმოჭრილია პრაქტიკულად ექიმი რომელიც სტაციონარში მუშაობს ანალგინი მომეცი რა ხო ბულგარული ანალგინი მომეცი ანალგინი სხვადასხვა სახელითაა ცნობილი თუმცა მისი მეორე ნამდვილი და ძირითადი სახელწოდებაა მეტამიზოლ სოდიუმი ამ ნივთიერებას ადამიანებში სისხლის ფორმულის შეცვლა, თეთრი უჯრედების შემცირება, ანუ აგრანულოციტოზის გამოწვევა შეუძლია. ანალგინი საკმაოდ სერიოზული ტოქსიურობის მქონე პრეპარატია. ანალგინს არ აქვს ის ჩვენება, რომ მკაცრად რეცეპტით გაიცემოდეს. ასეთი შემოწმების შედეგად საქართველოს ანალგინით რამდენიმე უცხოური და ადგილობრივი ფირმა უხვად ამარაგებს. საერთოდ წამალი, რომელიც ჩვენთან რეგისტრირდება, სააფთიაქო ქსელში მოხვედრამდე ლაბორატორიულ კვლევას გადის. როგორც წამლის სააგენტოში ამბობენ, ყველა მედიკამენტის საბოლოო ვიზირებისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. თუ ეს წამალი რეგისტრირებულია გერმანიაში, თუ ეს წამალი რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის კარგად გამოკვლეული წამლები, ჩვენ ვიცით როგორ ხდება იკვლევა. და ბუნებრივია ჩვენ ამ წამლების დაშვებაზე წინააღმდეგობა არ გვექნება. ის ქვეყნები, რომელთა გამოცდილებას საქართველოს წამლის სააგენტო ენდობა ამ გამოცემაში მოხდნენ. გაერო აქვეყნებს იმ ნივთიერებათა სრულ სიას, რომელთა მოხმარება ან გაყიდვა აიკრძალა. 1977 წელი ამერიკის შეერთებული შტატები აგრანულოციტოზისა და სისხლის ფატალური მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ მოხსენებებზე დაყრდნობით კვებისა და წამლის სააგენტომ მეტამიზოლ სოდიუმი ანუ ანალგინი ბაზრიდან გაიწვია და მისი ექსპორტი აკრძალა. 1987 წელი გერმანია ჯანდაცვის ფედერალური ოფისი მეტამიზოლ სოდიუმის შემცველ პროდუქტებზე შეზღუდვებს აგრძელებს და პრეპარატებზე მკაცრ სარეცეპტო კონტროლს აწესებს. ამ სიაში აგრანულოციტოზისა და ანაფილაქტიკური შოკის შიში 39-მა ქვეყანამ გაიზიარა, მათ შორის ჩვენი უახლოესი მეზობელიცაა. 2000 წელი სომხეთი შვეიცარიაში გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი მოხსენებების საფუძველზე, რომელიც სახიფათო გვერდით მოვლენებსა და აგრანულოციტოზს ეხებოდა, მეტამიზოლ სოდიუმის აბებისა და ინექციების წარმოება აიკრძალა. 1998 წელი ზიმბაბვე ფატალური აგრანულოციტოზის რისკის გამო მეტამიზოლ სოდიუმის ყველა შემცველ პროდუქტზე რეგისტრაცია გაუქმდა. 2005 წელი საქართველოს გვერდითი მოვლენების მოლოდინშია.